დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ვიტილიგო. ვიტილიგო არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის პიგმენტის, მელანინის დაკარგვით. ეს იწვევს კანზე თეთრი ლაქების გაჩენას, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს და გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ვიტილიგო არ არის გადამდები და არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ცხოვრების ხარისხზე. ვიტილიგოს სუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია, რომელთა მიხედვითაც დაავადების განვითარებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფაქტორები. ავტოიმუნური რეაქცია. ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომ ვიტილიგო ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს და ანადგურებს მელანოციტებს, უჯრედებს, რომლებიც კანის პიგმენტს გამოიმუშავებენ. გენეტიკური ფაქტორები. ვიტილიგოს განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ ეს დაავადება. თუმცა გენეტიკური მიდრეკილება არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. ნევროლოგიური ფაქტორები. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ნერვული სისტემა შესაძლოა მონაწილეობდეს მელანოციტების ფუნქციის რეგულირებაში და მისი დარღვევა ვიტილიგოს განვითარებას იწვევდეს. გარემო ფაქტორები. ზოგიერთ შემთხვევაში ვიტილიგოს განვითარება შესაძლოა გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, მზის დამწვრობა ან გარკვეული ქიმიკატების ზემოქმედება. ვიტილიგოს ძირითადი სიმპტომია კანზე თეთრი, დეპიგმენტირებული ლაქების გაჩენა. ეს ლაქები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და ფორმის, და ისინი შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება სახეზე, განსაკუთრებით თვალების გარშემო, თუჩებთან და ცხვირთან, ხელებზე და ფეხებზე, მაჯებზე, თითებზე, მუხლებზე და იდაყვებზე, გენიტალიების მიდამოში, თმის ხაზთან. ლაქები, როგორც წესი, არ არის ქავილიანი ან მტკივნეული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მგრძნობიარე მზის სხივების მიმართ. ვიტილიგოს მიმდინარეობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანში. ზოგში ლაქები ნელა იზრდება, ზოგში კი სწრაფად ვრცელდება. ვიტილიგოს დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ ხდება კლინიკური შეფასების საფუძველზე. ექიმი ათვალიერებს კანის დაზიანებებს და აგროვებს ანამნეზს. ფიზიკური გასინჯვა. ექიმი ათვალიერებს ლაქების განაწილებას, ფორმასა და ზომას. ბუდის ნათურა. სპეციალური ულტრაისფერი ნათურის გამოყენება ეხმარება ექიმს უკეთ დაინახოს დეპიგმენტირებული უბნები, განსაკუთრებით ღია კანის მქონე ადამიანებში. ბიოპსია. კანის ბიოპსია იშვიათად გამოიყენება ვიტილიგოს დიაგნოსტიკისთვის, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სხვა დაავადებების ეჭვი. სისხლის ანალიზი. შეიძლება დაინიშნოს სისხლის ანალიზი, რათა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და სხვა აუტოიმუნური დაავადებების არსებობა, რადგან ვიტილიგო ხშირად თან ახლავს ამ დაავადებებს. მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. ვიტილიგოს მკურნალობის მიზანია კანის პიგმენტაციის აღდგენა და ლაქების გავრცელების შეჩერება. თუმცა, მკურნალობა ხშირად ხანგრძლივი და არა ყოველთვის ეფექტურია. არსებობს რამდენიმე მკურნალობის მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ცალკე, ისე კომბინაციაში. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, კრემები ან მალამოები, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს, გამოიყენება ანთების შესამცირებლად და კანის პიგმენტაციის აღსადგენად. თუმცა ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იყოს დაკავშირებული გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა კანის გათხელება. ადგილობრივი კალცინეურინის ინჰიბიტორები, კრემები, როგორიცაა ტაკროლიმუსი და პიმეკროლიმუსი, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ვიტილიგოს სამკურნალოდ. მათ ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვთ, ვიდრე კორტიკოსტეროიდებს. ფოტოთერაპია, ულტრაისფერის სხივების გამოყენება ხელს უწყობს კანის პიგმენტაციის აღდგენას. არსებობს რამდენიმე სახის ფოტოთერაპია, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული ტიპის ფოტოთერაპია, რომელიც ეფექტურია ვიტილიგოს სამკურნალოდ. ულტრაისფერის სხივების გამოყენება ფსორალენთან კომბინაციაში. ეს თერაპია უფრო ძლიერია, მაგრამ ასევე დაკავშირებულია მეტგვერდით ეფექტებთან. დეპიგმენტაცია. თუ ვიტილიგო ფართოდ არის გავრცელებული, დეპიგმენტაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც გულისხმობს დარჩენილი კანის გათეთრებას, რათა ის შეესაბამებოდეს დაზიანებულ უბნებს. ქირურგიული მეთოდები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას ქირურგიული მეთოდები, როგორიცაა კანის გრაფტები, ბუშტუკების გრაფტები და მელანოციტების ტრანსპლანტაცია, რათა აღდგეს კანის პიგმენტაცია. კოსმეტიკური საშუალებები, მაკიაჟი, ავტორუჯები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება გამოყენებული იქნას კანის ფერის გასათანაბრებლად და ლაქების დასაფარად.
სამკურნალო მედიკამენტების მალამოების საშუალებების ჩამონათვალი. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები. ბეტამეთაზონის კრემი. კლობეტაზოლის მალამო. ჰიდროკორტიზონის კრემი. ადგილობრივი კალცინეურინის ინჰიბიტორები. ტაკროლიმუსის მალამო. პიმეკროლიმუსის კრემი. ფსორალენები პუა თერაპიისთვის. მეთოქსალენი. ტრიოქსალენი. ვიტამინები და ანტიოქსიდანტები დამხმარე თერაპიისთვის. ვიტამინი D. ვიტამინი B12. ფოლიუმის მჟავა. ვიტამინი C. ალფა-ლიპოის მჟავა. დეპიგმენტაციის საშუალებები. მონობენზონი. რჩევები. მზისგან დაცვა. ვიტილიგოს მქონე ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ მზისგან დაცვა. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები მაღალი სფით, ატარეთ მზის სათვალე და ქუდები. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ვიტილიგო შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი დაავადება. მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქოლოგს ან თერაპევტს, რათა ისწავლოთ დაავადებასთან გამკლავება და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. მოთმინება. ვიტილიგოს მკურნალობა ხშირად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას. მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და არ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებეთ დაბალანსებულად და დაკავდით რეგულარული ფიზიკური აქტივობით, რაც ხელს შეუწყობს თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებას. სხვადასხვა მკურნალობის ვარიანტების განხილვა. ვიტილიგოს მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანში. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან განხილვა სხვადასხვა მკურნალობის ვარიანტების შესახებ და არჩევა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. ვიტილიგო არის კანის რთული დაავადება, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას მკურნალობისა და მართვის თვალსაზრისით. თუ თქვენ გაქვთ ვიტილიგოს სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა მიიღოთ სწორი დიაგნოზი და მკურნალობა. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.